როგორ იყენებს ოლიგარქის რეჟიმი ფსიქიატრიას, სადამსჯელო ინსტრუმენტად ცნობილია იმ მოსამართლის ვინაობა, ვინც პედაგოგისთვის იძულებით მკურნალობას მწვანე შუქი აუნთო. ეს ფიქრია სიქტურაშვილია, მას მოსამართლედ მუშაობის მხოლოდ ერთთვიანი გამოცდილება აქვს. ამ თანამდებობაზე გასულ თვეში დაინიშნა. სინდისის პატიმრის წინააღმდეგ რეპრესიის ახალ ტალღაში მთელი სახელმწიფო მანქანაა ჩართული პროკურატურისა და სასამართლოს სახით. ნინო დათაშვილის ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს. მწვავე შეფასებები, რომელსაც სპეციალისტები აკეთებენ. ლიზი ვეკუა დეტალებით უერთდება ფორმულას ეთერს. ლიზი გისმენთ. დიახ, გიორგი, ნინო დათაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს და მისთვის იძულებით ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას ეხმაურებიან სფეროში მომუშავე ადამიანები, ფსიქოლოგები და ფსიქიატრები. სპეციალისტების შეფასებით, ის რაც ახლა ნინო დათაშვილს უპირებენ, საბჭოთა რეჟიმის მეთოდები და დისკრედიტაციის, ღირსების შელახვისა და პოლიტიკური შურისძიების იარაღია. მათი თქმით, სამოქალაქო აქტივისტს მასწავლებლის შემთხვევაში ექსპერტიზის დანიშვნის საჭიროება საერთოდ არ დგას და არგუმენტი ემოციური ლაბილობა სრულიად უსაფუძვოა. შევახსენებ, რომ ნინო დათაშვილის ადვოკატებმა გააკეთეს გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განცხადება, საგანგებო ბრიფინგი გამართეს, სადაც თქვეს, რომ პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა, რის საფუძველზეც ნინო დათაშვილს უტარებენ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას და ჩვენ ამ ყველაფერს სავარაუდოდ ორშაბათისთვის ან სამშაბათისთვის გავიგებთ, მაშინ როდესაც სააპელაციო სასამართლოც გამოაცხადებს გადაწყვეტილებას და ვნახავთ დააკმაყოფილებს თუ არა იმ საჩივარს, რომელიც ნინო დათაშვილის უფლებადამცველებმა შეიტანეს. ეს გამოიყურება როგორც ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება, ამის ძალიან ასე ვთქვათ მრავალწლიანი გამოცდილება არსებობს საბჭოთა კავშირიდან გამომდინარე. ეს იყო ჩვეულებრივი პრაქტიკა, რომ განსხვავებული აზრის ადამიანებს, დისიდენტებს, რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილებს ათავსებდნენ, სტალინის დროს უბრალოდ ხოცავდნენ. ეს არის საბჭოთა ინერცია, ჩვენთანაც ძალიან სამწუხარო ფაქტები იყო, რომელიც გადასინჯული არ არის და დღესაც არ არის ფსიქიატრიულ თემში, ქართულ ფსიქიატრიულ თემში კონსენსუსი რა მოხდა ნაზი შამანაო. ემოციური ლაბილობა ეს არ არის დიაგნოზი, ეს არის სიმპტომი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს დროის გარკვეულ პერიოდში გვახასიათებს. აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის სიმპტომი ან გარემო მიმდინარე ფაქტორებზე რეაქციის, როდესაც სტრესში ვართ, აუცილებლად ვართ ემოციურად ლაბილურები და ეს არის ბუნებრივი რეაქცია სტრესზე, როდესაც მოთხოვნა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ბუნებრივია ჩნდება ლოგიკური კითხვები, რომ რის საფუძველზე, რატომ უნდა სჭირდებოდეს, ხო? და ხომ არ არის ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იმ საბჭოთა სისტემისგან, სადაც ეს ყველაფერი ხდებოდა არა ადამიანის საკეთილდღეოდ, არამედ პირიქით, მისი უფლებების შეზღუდვისა და მისი თავისუფლების შეზღუდვისთვის. ეს ამბავი მახსენებს ყველაფერს ცუდს ჩვენი ისტორიიდან, მახსენებს იმ რეჟიმს, რომელიდანაც გვეგონა რომ თავი დავაღწიეთ წლების წინ, თუმცა აღმოჩნდა რომ ისე ვიქვართ. რაც შეეხება ნინო დათაშვილის მდგომარეობას და ზოგადად საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, არანებაყოფლობითი სასამართლო ექსპერტიზის ჩატარება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს აინტერესებს დანაშაულის ჩადენის მომენტში პირი იყო თუ არა შერაცხადი ან შეურაცხადი. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული არის ეს გადაწყვეტილება, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არ გვაქვს უფლება პირს უმკურნალოდ არანებაყოფლობით მოვათავსოთ ის სტაციონარულ დაწესებულებაში, განვახორციელოთ ფარმაკოლოგიური ინტერვენცია, თუ ის არ არის თანახმა. ნინო დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას გამოეხმაურა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, რომელიც დეტალურად ხსნის თუ რა მეთოდებით ტარდება ექსპერტიზა რიგ შემთხვევებში. ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე და სტაციონარში არსებულ სიტუაციაზე სახალხო დამცველი ერთ-ერთ ბოლო ანგარიშში წერს, სადაც ხაზგასმულია, რომ თბილისში სტაციონარულ განყოფილებაში ისეთივე ატმოსფეროა, როგორც მცირე ზომის პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც გარემოს ძალიან მკაცრად აკონტროლებენ. თუ რა მეთოდებით ჩაუტარებენ ნინო დათაშვილს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, ამას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გავიგებთ.
ექსპერტიზის დეპარტამენტი ყოველწლიურად პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი დაახლოებით 500-მდე პაციენტის ექსპერტიზას ატარებს. თუმცა ყველა მათგანი არ გადაჰყავთ სტაციონარში. დაახლოებით 20%-ს ექსპერტიზა ამბულატორიულად უტარდება. თუ ბრალდებული ექსპერტიზის ჩასატარებლად სტაციონარში გადაჰყავთ, შეფასების 20 დღიანი პერიოდის დასასრულს პატიმარს აბრუნებენ ციხეში და შემდგომ ამზადებენ დასკვნას, რომელსაც წერს ერთი ან ორი პირისგან შემდგარი კომისია. დასკვნის მომზადებაც დროში იწელება და რამდენიმე კვირა ან თვეები შეიძლება დასჭირდეს მის მომზადებას. სახალხო დამცველს აქვს ამ ტიპის დაწესებულებების მონიტორინგის მანდატი და ერთ-ერთ ბოლო სპეციალურ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის სტაციონარულ განყოფილებაში ისეთივე ატმოსფეროა, როგორც მცირე ზომის პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ყველა პატიმარის საკანშია ჩაკეტილი და სადაც გარემოს ძალიან მკაცრად აკონტროლებენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც პატიმრებთან კომუნიკაციაში არ არიან ჩართული. პალატებში ასევე მიმდინარეობს 24 საათიანი ვიდეომეთვალყურეობა. ზოგიერთი მცირე ხარვეზის მიუხედავად, პალატებში პირობები დამაკმაყოფილებელია, მათ შორის ჰიგიენის, განათების და ვენტილაციის მხრივ. პალატები აღჭურვილია სველი წერტილით, ტელევიზორით, რომელიც აჩვენებს მხოლოდ ერთ არხს და დაწესებულებას აქვს დახურული გარე სავარჯიშო სივრცე, თუმცა გამოსაკლევ პირებს სუფთა ჰაერზე გასვლას არ სთავაზობენ. ანგარიში ხაზგასმულია კადრების სიმცირეზე და გადატვირთულობაზე, რაც შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების და დასკვნის მომზადების პროცესს აფერხებს. არსებობს ვარაუდი, რომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებაში დავით მაღრაძეც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ფიგურირებს ნაზი შამანაურის საქმეშიც. მასზე ჟურნალისტის დღიურებშიც ვკითხულობთ. ჟურნალისტი იხსენებს, თუ როგორ ექცეოდა მას დავით მაღრაძე ამ მემუარებში. ახლა მთავარი კითხვა, როდის გადაიყვანენ ნინო დათაშვილის კვლევის ჩასატარებლად სტაციონარში, რაც ჯერჯერობით უცნობია.